გილოცავ. ეს მეხუთე დღე არის. მეხუთე დღე და კიდევ ერთი დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ბედნიერ ცხოვრებასთან. დღევანდელი დღის გეგმას მოდი გავყვეთ, რა გვინდა რომ გავაკეთოთ, რომ უფრო გასაგები იყოს ყველაფერი რა. ანუ პირველი საკითხი რაც მინდა განვიხილო არის მადლიერების ფოკუსირება. და ამისთვის უფრო მარტივი იყოს ერთ ასეთ ამბავს მოგიყვები რა. ანუ წითელი მანქანის ამბავი ქვია ამას. აი მაგალითად დღეს ახლა რომ ან თუ მინდაც გუშინ, თუ დღეს გათენდა, მაშინ გუშინ იყოს, რამდენი წითელი მანქანა ნახე. ხო ვერ გაიხსენებ, იმიტომ რომ ამას არ ცითვლიდი და ფოკუსაც არ აკეთებდი ხო ამაზე, მაგრამ ეხლა რო გითხრა რომ ყოველ წითელ მანქანაზე 50 ლარს გადაგიხდი, რამდენ მანქანას გაიხსენებ? ძალიან ბევრს გაიხსენებ, ხო? შეიძლება კიდე რაღაცების დაამატო ხოლმე, მაგრამ რო გითხრა რომ ეხლა მოდი დათვალე დღეს, რამდენს დათვლი? ხო ძალიან ბევრს დათვლი. ზუსტად ესეა მადლიერების ფოკუსიც, ანუ რაზეც გავაკეთებთ ფოკუსირებას, იმაზე დაიხარჯება ჩვენი ენერგია და დრო. ესე იგი, ჩვენ თუ გავაკეთებთ ფოკუსირებას იმაზე, რომ მადლიერი ვიყოთ ბევრი რაღაცისთვის, მაგრამ თუნდაც იმიტომ რომ დღეს გავიღვიძე. მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის, რომ დღეს გავიღვიძე, ხო? ხო ძალიან მარტივია, ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ უკმაყოფილებისთვის და პრეტენზიებისთვის რჩება ნაკლები დრო. რაც უფრო ნაკლები დრო დამრჩება, ამისთვის ჩემი ცხოვრება უკვე იქნება ბედნიერი. ამიტომ მადლიერების ფოკუსის გასწორება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბედნიერი ცხოვრებისთვის. შევეცადოთ რომ ეს მაქსიმალურად გადავიტანოთ ყველაფერი მადლიერებაში. მადლობა, რა პრობლემა იყოს მადლობა. და ვიქნებით უფრო ბედნიერები რა. მეორე საკითხი, რომელიც მინდა გავიარო, არის პროცესის სიყვარული და არა შედეგის. ანუ დაუშვათ მე ვთქვი რომ აი სანამ ბინას არ ვიყიდი, იქამდე მე ვერ ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემი ბინა მინდა მქონდეს და მშობლებთან ცხოვრობ სიტყვაზე და მაგიტომ ვერ ვიქნები ბედნიერი. ესეც იქნება, სანამ ბინას არ იყიდი, ბედნიერი ვერ იქნები, იმიტომ რომ შენმა ქვეცნობიერმა ეს უკვე დაიმახსოვრა და ჩადო ბლოკად. რომ სანამ შენ ბინას ვერ იყიდი, ბედნიერი ვერ იქნები, ხო, კაი, მე ვერ იქნები ბედნიერი. კეთახმება, შენი ქვეცნობიერი. არ გააკეთოთ ასეთი ბლოკები, არ შექმნათ. პროცესი უფრო მნიშვნელოვანია. მე მინდა სიტყვაზე ბინა ვიყიდო და ამისთვის უნდა გავაკეთო ეს, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, აი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა შევეცადოთ ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთოთ ისეთი რაღაცეები, რომ კარგი სამსახურია, იმიტომ რომ კარგი ხელფასი მაქვს. ესე რო არ იყოს რა. თუ ესე იქნება, მაინც და მაინც ბედნიერები ვერ ვიქნებით. რაღაც ხანმოკლე პერიოდში ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ აი იცი კაი ხელფასია და ერთი წელი ვიმუშავებ და ერთ წელში ეგ ერთი წელი ისე გაიწელება. კიდე იმდენი გზა რაღაცაა მოხდება, რომ ვერ იქნები ბედნიერი. არ არსებობს. თუ გამოგივა, გილოცავ. და კარგი არის ეს თუ შენი გზა ასე დალაგდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესე არ ლაგდება და რეალობისგან საერთოდ განსხვავებული ამბავია. ამიტომ ჯობია რომ პროცესი გვიყვარდეს, რაღაცას როცა ვაკეთებთ, ეს პროცესი გვიყვარდეს, ამ პროცესში ჩავერთოთ მაქსიმალურად. რატო? იმიტომ რომ ამ პროცესში კიდე რაღაცებს ხო სწავლობთ. ანუ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი დრო ხო მიდის. ახალ ცოდნას და შესაძლებლობებს ხო ვიძენთ. ამიტომ შეიძლება მე მიზანი რაც გქონდა და რისკენაც მივისწრაფოდი, ამ მიზანთან რომ მივედი, ეს მიზანი აღარ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის. იმიტომ რომ იმდენი რაღაც გზაში შევიძინე, იმდენი ცოდნა და იმდენ რაღაცაში განვითარდი, რომ უფრო მაგარი მიზანი გამოჩნდა. უფრო მაგარი რაღაც მისწრაფება მაგ და უფრო ახალი სიყვარული გამომჩნდა და უფრო მგონია რომ აი ეს ნამდვილად ჩემი საქმეა. ამიტომ პროცესის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორიენტირებულობა შედეგზე, რომ აი შედეგი დადგება და მე ვიქნები ბედნიერი. არა, ძალიან ცუდია ის. ვერ იქნებით ბედნიერები სამწუხაროდ. მესამე საკითხი, რაც მინდა განვიხილო, არის გადავადების დაძლევა. რაც გულისხმობს ამაში, აი ორშაბათიდან ხვალიდან დავიწყებ, ხო? ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი სიტყვები, ხო? მაგრამ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, როგორ ავარიდოთ ამას თავი, რა უნდა რანაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის რომ სცენარული თამაშები არ ვითამაშოთ, ხო, ჩვენთვის რაღაცეები და გავაკეთოთ ის, რაც მართლა გვინდა რომ გავაკეთოთ. ამიტომ ორშაბათს და ხვალს არ ველოდებით. და ეხლა ვივიწყებთ ყველაფრის კეთებას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა შევეჯახოთ სიმართლეს, მერე გავაკეთოთ არჩევანი და მივყვეთ ამ არჩევანს და თუ არ გავყვებით არჩევანს, ვიცით რომ ჩვენი ქვეცნობიერი დაგვდგუნავს და ვერ ვიქნებით ბედნიერები, იმიტომ რომ ჩვენი თავის პატივისცემა დაგვეკარგება, ხო? კიდე ერთხელ რომ განვიხილოთ ის საკითხი. ამიტომ
გადავადების დაძლევა ასე უნდა გავაკეთოთ, რომ არა, ორშაბათს არ ველოდები, ყვავილს არ ველოდგები, სიმართლეს შევხედე თვალებში, ვიცი რომ ეს ასეა, ეს პრობლემა არის, ან ეს პრობლემა არ არის, ეს ცოტა მაკლია, ან ეს ცოტა არ მაკლია, ვაკეთებ არჩევანს, რომ შევავსო, ჩემი დანაკლისები, ან არჩევანს, რომ უკვე მაქვს ეს ყველაფერი და დრო დავიწყო. ხო, აი ეს ორი არჩევანი დგას იდეაში რა, ან უნდა შევავსო დანაკლისი, რაც არის და 90% ყოველთვის გონია, რომ გვაკლია რაღაცა. სიამბლეში აფერ გვაკლია ხოლმე რა. ჯობია გადადგანა ბიჭი და წაყვე პროცესს. უფრო ბევრს მიაღწევ. ვიდრე, ეხა იმასაც ვისწავლე, მე იმასაც ვისწავლე და ამანაც შეყოლა იცის. თლად ეგრეც არ არის რა, ანუ რაღაც უნდა დაიწყო პროცესი, რომ წავიდეს პროცესი და დაიწყოს ენერგიის მიმართვა სწორი მიმართულებით, იქითაც საითაც გვინდა. ხო, და აქ მივედი ზუსტად ენერგიის მართვაზე და დროის მართვაზე რა. ანუ ერთმანეთის საწინააღმდეგო, ანუ დღის განმავლობაში რაღაც რაოდენობის ენერგია გვაქვს, ყველა ადამიანს სხვადასხვა ენერგია აქვს. ხო, აი რა მომთხოვნე, რომ დღეს დავიღალე. აი ზუსტად ეგ იყო ჩვენი დღიური ენერგია, რაც გვაქვს ამ მომენტში, მაგრამ ეს ამ ენერგიის რაოდენობის გაზრდა ყოველთვის შეგვიძლია ვარჯიშებით, იოგათი, სხვადასხვა აქტივობებით. ეს ყველაფერი ზრდის ჩვენ ენერგიის რაოდენობას, სიგარეტს რო თავს დავანებებთ ამ კურსის შემდეგ და დალევას რო თავს დავანებებთ, რა თქმა უნდა ენერგია თანდათან კიდევ უფრო აღდგება და თანდათან უფრო მეტ ენერგიას ვიგზნობთ. და ზუსტად უნდა განსაზღვროთ მე დრო რაში დავხარჯოთ, იმიტომ რომ დღიური ლიმიტი ენერგიის და დღიური დროის ლიმიტი, ხო? ერთმანეთთან ისე უნდა დავაბალანსოთ, რომ ძირითადები უნდა გავაკეთოთ და პატარ-პატარები რაც არის და არამნიშვნელოვანი, იმას ცოტა მოვერიდოთ, იმიტომ რომ ენერგია უნდა დავხარჯოთ იმაში, რაც მართლა გაგვაბედნიერებს იმისთვის, რომ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება, ხო ესეა? ამიტომ წინ ბედნიერი ცხოვრებისთვის. ეს იყო დღე მეხუთე, მე-6 დღეს გელოდებათ საბოლოო ყველაფრის შეჯამება და დაგვირგვინება, როგორ შეიძლება კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ბედნიერ ცხოვრებასთან.